ლაშქრე მაგრამ ახლა მოგინიდა ნადგომაც კი მიჭირს. Stop. Seeing all the things I couldn't see, finding all the things I didn't need, relying on the things I couldn't feel. Stop. Story დავდე რომ ვინმე რამე თუ იცით მეთქი აი ადგილი G2 მომწერა რაღაცა საბაგიროთ უნდა ახვიდეო სულ გამავიწყდა რომ მაფიით ხო იყვნენ აქ ჩამოსული იმედია რაც ხა ნორმალურს მეტყვის თორე ნუ მინიმუმ საჭმელზე გადავირიე ხო ანუ ვერსად ვერ ვჭამე გემრიელად რა ეს არ ნიშნავს რომ გემრიელი არ არის არაფერი მაგრამ ნუ მე არ გამიმართ ლამაზი ზღვისპირია ერთი სული მაქვს ჩემი ცოლი ჩამოვიდეს აი მე ქორწილია ავიცი შემთხვევით თუ მიყურებთ ხო თქვენ გენაცვლეთ გეკოზეს უჩედე გულში რეკენზარები როგორც საზანდარები მიყვარხარ და მეყვარები ეს იყო ამონარიდის სპექტაკლიდან გაყრა რომელშიც მე არ ვთამაშობ მაგრამ რაშიც ვთამაშობ ხო იმდენი არის რომ ციაში გაუჩე არ გავჩერებულად გუგუნებს თიან დასი ეს არის ცენტრალური მოედანი. ცნობილი სპილოს ქანდაკებით. ბიჭო, არა, ნუ აი უწრფელი ხო უნდა იყო რა. გეფიცებით დავდივარ და ესთეტიური განსაკუთრებული სიამოვნების შეგრძნება არ მაქვს. ანუ პროსტა დავდივარ და ვათვალიერებ ქალაქს. ნუ მარიამი რო ჩამოვეხა, მარიამთან ერთად გამისწორდება, მაგრამ ის რო აი რაც ადრე მქონდა თუ რაღაცა, აი ეს რაღაც აღრთოვანების შეგრძნება ვაფშე გამქრალია რა. ტეხამს. ოხაზია, აზია. ისე არ ვიცი რამდენად კორექტული იქნება შედარება, მაგრამ აი ტურნე თუ გახსოვთ, ბოლოს წინა ტურნე ბულგარეთში არის ქალაქი თუ სწორად მახსოვს თუ რუმინეთში. მე მგონი ბულგარეთში. ფლოვდიდი ქვია რა. აი აბსოლუტური შთაბეჭდილება მაქვს რომ აქ ქალაქში ვარ, ანუ ძალიან გავს. ძალიან ბევრი სანაყინია. აშკარად უყვართ აქ ნაყინის თლოკვა. თუ ვინმე საინტერესებს რატომ არ მოძრაობ მანქანით, რადგან ნაქირავები მაქვს მთელი დროის განმავლობაში რაც აქ ვიქნები. პირველი, პარკინგის კატასტროფული პრობლემა ამ ქალაქში, ანუ აი კატასტროფული პრობლემა არის. მერე ძალიან არაადეკვატურად დადიან. აი, ხო თბილისის მოძრაობის მე რო ამას ვიძახი, მაგრამ ეგრე არაადეკვატურად დადიან და მესამე და უმთავრესი. პირველი ორი რო იქით იყოს, მაგარი სტრესი, ანუ ჩემი მექანიკით მოძრაობა არის კატასტროფულად სტრესი რა. საღმარ-დაღმართებია, ცუდი გზებია. 1-9 ჩავრთე უკვე ის რა ქვია, ავარიული. იმიტომ რომ ჩამიქრა მოკლეთ რა, აი და ავიტანჯე. ჩემი BYD მენატრები. იცი როგორი ქალაქია, აი რო დადიხარ. ხვდები რომ აქ მაფია იქნებოდა რა. აქ შეიქმნებოდა მაფია. აი ესეთი კვერცხობა რომ მეთქვა. ხო გააკეთებდით ან subscribe-ს. სხვათა შორის, თუ სწორად მახსოვს, რამდენიმე ვერსია არსებობს მაფიის შექმნის რა. ერთ-ერთი G2-სთანაც რო ვიყავი მაფიაში იქ თქვი და დავიცინე, მაგრამ რამდენიმე ამბავი არის რა, როდესაც
ოკუპირებული იყო თუ სწორად მახსოვს ფრანგების მიერ, შეიძლება მეშლება ბევრი საუკუნის წინ. ჯარისკაცებს თურმე მოუტაციათ ერთ-ერთი გოგონა, რომელსაც ერქვა ფია და დედამისი თურმე გამორბოდა ქალაქში და ყვიროდა რომ მაფიან ჩემი ფიაო რა მოიტაცესო და კაცები შეიკრიბნენ იმ ქალაქის და დაალეწეს თაყვბა დაჩეხეს ის ჯარისკაცები ეს გოგო გამოისტყუეს. არის ესეთი ვერსია. მაშინაც თქვი და ეხაც ვიტყვი შეიძლება ეს ვერსია ტყუილია, მაგრამ ძალიან საინტერესო ჟღერს. მეორე ვერსია არის მაფია არის აბრევიატურა და იშიფრებაო როგორც რაღაცა სიცოცხლე აქაურობა სიტყვაზე სიკვდილი ფრანგებს თუ შეიძლება ფრანგები არ უყრენ დავაბრალებ. რაღაცა აი ესეთიც მახსოვს და მესამე იყო და არ მახსოვს. როგორც ვიცი აქ ეს სიტყვა არ უყვართ, უფრო კოზანოსტრა ურჩევნიათ. რაც ითარგმნება თუ სწორად მახსოვს, კარგი არაფერი სწორად არ მახსოვს ალბათ. ითარგმნება როგორც ოჯახური საქმიანობა. მაგრამ თუ არ ვწდები სადღაც მენია რომ არ უყვართ მაგ სიტყვის გამოყენება რა იდეაში. ეს იყო ინფორმაციული პატარა მიმოხილვა, სადაც შეიძლება სწორი არც ერთი სიტყვა არ იყო. ვეღარ ვითმენ და ჯობია რაღაცა შევჭამო, იმიტომ რომ დავიბრიდები. დესერტები ავტომატურად არ გვეჭმევა, გადავედით აქეთ. ლამაზად გამოიყურება. დაახლოებით 9 ევრო დაჯდა. კარგი, ამ ქვეყანაში რაც ჭამე, ჯერჯერობით ამ ქვეყანას რას ვერჩი, კაცო, ამ ქალაქში რაც ჭამე, ჯერჯერობით მხოლოდ იმედგაცრუებაა. და როგორც ძალიან ბევრ ქალაქში ევროპის აქაც აი ბარიგებითაა სავსე, ანუ იმდენი ფერატკანიანი მოვიდა და რაღაცა შემომთავაზა, რომ ცოტა ტვინი მოიტყნა, ანუ ძალიან ბევრნი არიან რა, ბირჟებია იმენა. ერთადერთი მსგავსი რაღაცა აი საფრანგეთში მახსენდება, პარიზში იყო იმ მაროკოელების მაგამ ბავში ცვენა და არ გაუღიმოთ. იმიტომ რომ ეს ღიმილი გონიათ რომ მოდი შემომთავაზე. მეც ღიმილიანი სახით დავდივარ ყოველთვის მოგზაურობისას. ბოლო წლებია განსაკუთრებით და აქ იმენა სახე იმას ვქენი რა ქვია და დავიჭმუჭნე რომ ტვინი არ გამიბურღო. რამდენიც გავხედავდნენ hello თუ რაღაც და hello და წავიდა მენიუს გადახსნა, აბა რასინებებ. მოვედი ვულკანური კანიონია რა, სადაც მდინარე გაედინება. Oh yes, you need the ticket. Yeah, I don't buy ticket. Where is it? On the main road, on the opposite side. And how much it is? 2 euro? Okay. And when it's closed? Ask to the staff. Okay. Maybe 6. 6 o'clock maybe. Okay. In the roads, yeah? In 10 minutes? How much? Oh, it's closed. Ხადა. 60 კილომეტრი ვიარე. აი, იქნებ საიდანმე ჩასაძრომი იყოს რა. შანსი არა, კაროჩე ყველგან ვეძებე. დინარე ყოფს რა, ანუ იმ დინარესთანაც კი სეტკა არის წარმოიდგინე. აუ, რა ტყუილად ვიარე 70 კილომეტრი. ანუ ვულკანური კანიონია რა იდეაში. ხო იცი ის რო არის, ზატო კარალიოკ სასხიაო, ზატო მანდარინ სასხია. ძალიან მაგარი სურნელი დგას ამ სიცილიის სოფლებში, რაღაცა იასამანის, ციტრუსის. აუ, რამდენი ვიარე ხო. აქეთ ვიღაცა ნათლი მამა იშენებს ბაიც, ისეთ სასახლე დგას რო აი. ძალიან საყვარელი ადგილია, კარჩი კატანიას დედავატი ვაფშე არ გამისწორდა, გამოცდი თუ არა ეგრევე გამისწორდა რა.
იერი დავბრუნდი, არ ვიცი რამდენად ჩანვარ. და სახთა რაღაცა ფერატკანიანების კაფე ვნახე. ხო და 7 ევროში ნახე რა ხელაზე ხოდია. ირმის ხორცი, ანუ სამწუხაროდ მომიწევს ირემი ვჭამო. ძლივს ნორმალური საჭმელი ხალხო, გეფიცებით, ანუ ძლივს და 7 ევრო. მალადეც. აუ ეგრე, ხასიათზე მოქმედებს ეგრევე. Come on, let's go. Time to get the stepping out the door. Spread those wings, cause we wanna see more, do more, be more. Looking real cute, but we feeling hardcore. შეგელაბაზი ცოლი ჩაბავიდა როგორც იქნა. აღარა ვარ მარტო. როგორ მოგწონს ჩემი კატანია? მოიცადე ჯერ რა. აი რასაც ხედავთ, როგორ მოგწონთ? რა, ანუ თავისი ხასიათი აქვს რა. როგორი კორექტული შეფასება იყო. არც წვადი დავწვით, არ ჩამფური შეფასება იყო. აბა ბლოგერო. მე ორი კამერით მუშაობ, ღმერთო ჩემო. ჩვენ ახლა გვშია და გეგმა არის ესეთი, რომ სადმე ვჭამოთ. One coca and still water, small size one. Thank you. Okay, that's it. Thank you. რაღაც კაფეში შემოვედით აი. და ვერ გავიგეთ რა შევუკვეთეთ, ანუ. ბიჭო, ვაღიაროთ რომ ვიძე არის, ნუ შენი განსაკუთრებით. ჩემსაც არაფერი. იმედია ხალები გავებიწყინდება. ბიჭო, აი ნორმალური რა. არ გადავიდე, მაგრამ აი ჯერჯერობით რაც ჭამე აქამდე თითქოს ყველაზე ნორმალური. კი. აი ეს ისპანახი აქვს დერსკა თამათ რა. იქარი აგეღოთ ხო მეორენაირი. აუ ნაღების სამ. ეს ძალიან კლასია რა, ძალიან. შესაძლოა გავიშალე ეს. ხო ძალიან გემრიელია. ხო აი კაი, ეს იჭმევა რა. კაი, მაინც ნორმალური სადილია რა მეტნაკე. აუ ნახე რა ამაზია. აი ეს კუჩა? არა. რა არის? ბოტანიკური რამე? რაღაც ვილა რაღაცა არის. აორ მინაში ჩამოვედით, როგორც ჯითუმ გვირჩია, ჯიმ და არ შემილია არ თქვა რომ ძალიან ლამაზია, მართლაც და ძლივს თვალმა გაიხარა კატანიას მერე. ჩამოვედი და გაგახა. ხო, წეჭ. განახე სამ. მადლობა. ხო და მთაზე განლაგებული არის და ძალიან ლამაზი არის რა, ანუ აი ზღვის ხედები და საოცრებებით, ახლა ძლივს დავაპარკინგეთ ფასიან პარკინგზე და ახლა გავუყვებით ვნახავთ აქაურობას. აო, ნახეთ რა კარგობა არის. ძალიან საკაიფო. ძალიან ლამაზია. ჯითუ მითხრა საბაგირო ამოდისო. მანქანითო ვერ ახვალო. აგე საბაგირო. იქითაა. მაგრამ მანქანით ამოვედი, ხო ხტა? თქვენ ახართ გოიმები, ბიჭო, აზიარა ხართ, საბაგირო გაგწეცა. მე მანქანით ამოვედი. მართალია პარკინგში ვიხდი 4 ევრო საათში, მაგრამ მაინც. Sorry, what stone it is? Obsidiana. It's obsidiana. Obsidian ყოფილი. Ქვა არის, მე მეგონა ვულკანის ის იყო და არა. მარიამ, შენი ძახი რო იცხოვრებდი, ანუ აქ. ხო. რაღაცნაირ საყვარელია რა. ეს პატარა ქუჩები, რაღაცა სიმშვიდეა. სროლა არ იქნებოდა ახლა მაგრამ. ანუ ისეთია რა, ეხო ბევრი ხალხია, მაგრამ არ არის ყინდა რაღაც ის რა. ხო, რა ვიცი, საკაიფო არის. ანუ კატანიას ხო გირჩევნია? თავად აფთიაქი იყოს, ან მე ხა აქ. საავადმყოფო და აფთიაქი. კატანიას გირჩევნია? შენ? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა.
როდინდელი ფერარია, ბიჭო. ქუჩის სისქეს შეხედეთ პროსტა. ანუ ეს რა. აუ ეტნაც რა ლამაზა ჩანს. აუ საკაიფო. რა ლამაზი ხედია. Goița. Tigre viaria. ხო არ დაიღალე, გოგო? ჰა? დაღლა არ მანახო, მე ეტნაზე ნამყოფი კაროჩე, ეხა გადავწყვიტეთ, რომ ამ ტერმინალში არის აი ეს ციხე, ულამაზესი ზემოთ. დაახლოებით 1 საათი აღმართზე მოვდივართ. მაგრამ ეტნას მერე უკვე ყველაფერი მარტივია. ეხა იქ ავალთ და იქით კლდეზე არის პატარა დასახლება ულამაზესი. მარიკა დავა, ხოდი მარიკა. აუ, ამაზი ხედია რა. აუ, სად ვართ ასასვლელი? არა, ნუ გაჩერდა. შესვენებების გარსე. ამოვაღწიეთ ფორთხის მერე. ცოცხალი ხარ? ამოვაღწიეთ 10 евро ღირდა ერთი კაცი. მაგრამ სადაც აქამდე ამოხვედი, ახლა 10 ევროს გადახდა ისეთება. შემოვიდით. იდეაში არაფერი განსაკუთრებული, ანუ მაგ მოლოდინით არ შემოსულა ღმერთო რა ციხეს ნახავთ ხო. ძველი ნანგრევები აქ მთელი მუღამი აერო დრონი მინდა ავაფრინო, იმიტომ რომ მწვერვალზე ვართ რა. ყოჩაღი მარიკა, ყოჩაღი. მზე აჭერს ხალხო საოცრად. აბატონო. ესეც მწვერვალი. ძლივს რაღაცა კაფე არის დასაწყისში ამ აღმართის ჩამოვედით და გემრიელობები შევუკეთეთ, პიცა და სალათი და ეს რაღაცა საჩუქრად მოგვიტანეს აპეტაიზერი. ლამაზი წყლის ბოთლი აქვს შეხედეთ. ძალიან საინტერესოდ გამოიყურება, ხო? ამდენი соусების მოსხმებით არ ვიცი რა უნდა მოვასხმა. შენ თუ იცი მოასხი. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პიცა 4 ყველის ვიძე არის. კაი, გავსინჯოთ ახლა. просто პამიდორი გემრიელია. ფრეშია. ძალიან. ნესვი ძალიან უხდება. და პამიდორი გასინჯელი გემრიელი პამიდორია. ესეთი გემრიელი პამიდორი არასდროს არ მიჭამია.
Porco. È un piccolo in 3 per voi, che è arrivato leggermente Ah, Certo. Eric, posate. მე ამ სავაძე დავუშვი. შოთი. ამ ღუზას ხო ხედავ? შეგივარდეს ტრაქში. პალერმოს მოვახლოვთ 1-40 წუთის მანძილია დარჩენილი, გავჩერდი და ხავ ვცდილობ დავბუქო. ვარკვევ, ანუ აპარტამენტებია თუ საძინებელია ერთ აპარტამენტში და სხვა ხალხი ცხოვრობს და მაგრამ გავუგებრათ მე ბაასება ანტონიო. ხო არ აჭანჭყარებს ანტონიო. აჭანჭყარებს. შეხედეთ წინ ჩემნაერები არიან. რამდენი ბაიკერი მოგზაურობს ხალხო. აგე ჩემნაერი მოტოციკლეტი იქით. ბოლოდან მეორე. აგე რამდენი. წეგან მეუნებოდი მარიამს რომ complete apartment მთლიანად. წეგან მეუნებოდი მარიამს რომ ჩემ მოტოტურნეებს ქვია ბენზინ გასამართ სადგურიდან ბენზინ გასამართ სადგურამდე. მე აქ როგორც სახში ისე ვგრძნობ თავს. ეს მარიამს აქვს დისკომფორტი თორე. კალონკაზე ემენა ბაიძება რა. მაგრად ეზარება. აუ ძალიან საყვარელი ძაღლია ხალხო მოხუცი ცალცალი თვალი აქვს ცალი ცისფერი ცალი ყავისფერი და ჰადიო ბაგაჟნიკშიო და მაგრად ეზარებოდა აიტანეს ბოლოს მომწერო სახა როგორ შევიდე ინსტრუქცია და წავიდათ დავიძრათ არიკა გულწრფელად რა ემოცია გაქვს ჯერ ნახეთ რა ლამაზი ცოლი მყავს მას რა სილამაზია ეხა მითხარი გულწრფელად რა ემოცია გაქვს ზაენ ჯერ მარტო რაღაც ქუჩაში გავიარეთ და რაც ვნახე მანქანიდან მე ძალიან არ მომეწონა. აი ხა ეს ისტორიული ის ლამაზია, ხო, ნუ ეს არქიტექტურის პონჩი ლამაზია. მაგრამ თვითონ ქუჩები რაც ვნახე ახლა მანქანიდან რაღაცა დანგრეული, მინგრეული, არაევროპული დაჟე ანუ აი სიძველის ის ხიბაიცა. ხო, რაღაცა ეგ არ არის რა. ორი აზრი არა ლამაზია. თუმცა ანუ მოკლედ ჩვენი პრობლემა მოლოდინები შევიქმნით რაღაცა ძალიან დიდი რა და ლამაზია, მაგრამ არ ვიცი იმედგაცრუება მაქვს ზოგადად სიცილიის. ეხლა ვიღაცა იტყვის რომ აი ეს პატრონს რა იმედგაცრუება სიცილიის ეს არ გინახავს, ეს არ გინახავს, ორი აზრი არა. იქნება ფანტასტიკური ადგილები, მაგრამ აი მე რაც ვნახე, ჩვენ რაც ვნახეთ, ჯერჯერობით ერთ-ერთი სტორმინა თუ რაღაცა იყო ლამაზი. ტაურმინა, ხო, ოღონდ ისიც იმიტომ რომ გეოგრაფიულად ლამაზ ადგილას მდებარეობდა და ლამაზი ქუჩები იყო, რა მაგრამ დანარჩენი ცოტა ისა მაქვს. აუ მარიკა მომიყვანა მაგარ ლოკაციაზე მესამე ნახეთ რა დერსკია ნაგავი ამის გამო მომიყვანა ხო რა ეს გენახა რა არის ეს ტიპის დასადებები მაშინ ხო ეს სარკეები ეს კაცი და ქალი გორი ვიღაცა არის ახაურების მეც ეგრე მგონია კაი გერა გითხრა მეც მე გავიქი შოთი შეხედე არ ვიცი რა არის, მაგრამ შეგივარდეს ტრაქში.
Короче, გადავირე რაღაცა იტალიური სამზარეულო ძალიან მიყვარს, რაღაცა განსხვავებული მინდოდა. იმენა ოცნებად მქონდა რომ ნეკნები მეჭამა რა. ხო იცი? დიდი შებოლილი შემწვარი ნეკნები რო ბარბეკიუში ვერს თელი ქუჩა მოვიარე, ვერსად ვერ ნახე და რაღაცა ბოლოს კაფეში შემოვედით, რაღაცეები შევუკვეთეთ. შენ რა შევუკვეთე? პასტა შევუკვეთე. ხო, ჯერჯერობით პასტა. და სალათიც მაქვს ამ. ChatGPT-ის ბოლო ჯერ ვენდეთ, ზღვისპირიაო ლამაზიო. ეხლა რო შევჭამთ მანქანასთან ავალთ, ჩავждებით და ზღვისპირზე თეთრი ქვიშაო ესე გითხრა და ვახშამ სიგ მივირთმევთ. მზის ჩასulis ფონზე. Короче, ესეთი ბურგერი, არა ეს ბურგერს გავს, ეხლა ხმას ვერ ამოვიღებ. მარიამს პასტა და სალათი. ადრიჯანი აქვს ბურგერს, პირველად ხედავ, მოიცა. იმენა შიშით გიყურებ, მეტა მოეწონა. ნორმალურია, ნორმალურია. კაი. კიდე კაი, თორე თავს მომაჭავდა იმენა მთელი. всё, ნორმალურ თავა რა. აბა ძალიან გემრიელია. ხო. ეს ტო соуში არის და აი ძალიან კაია. ჯამე, მე სალათი დავადეგუსტიროთ. ძალიან სუპერია. სალათი. საშინელება. просто ბოჭკო რო უნდა მივიღო მაგიტოთა. ხახვია, ანჩოუსი და პორტოხალი. ლაპჭერაშია პორტოხალი ეს ყველა. იცი როგორი სალათია, თითქოს მზარეული რაღაცა სამზადდა და გადაეყარა გვერდზე. და ძირს რაც დაიყარა იმისგან ააწყეს, ანუ ანჩოუსი, პორტოხალი და ხახვი, ანუ რა შუხუივოზნაი. так, ტრადიციულ დესერტზე გადავიდა გზის იქით იყიდა. ვეუბნებოდი, მე არ მომეწორა თქო და. აჰა. გაუგებარია, ხო იმენა გაუგებარი რაღაცა. რაღაცა გემური კრემია. ფისტას კრემი იყო ჩემთან მაგას. ეჩენიაში. და ჩვენ პატინკები. ხალხი ნახეთ, იმე იზაგრება ბანაობს და ჩვენ შუბით ჩამოვედით და იმეებით რა ქვია. საკაიფო პლაჟია რა. არ შეგნება სეზონს რო აცდები. ისეთი რა. არასაიმეთო. რო არის რა უნდა და. ბავში მომენატრა. ეხა აქ რო იყოს დებილი კაცი გაერთობოდა. წეღან არ ჯეროდა, ვერ მოასწრებო, ბიჭო სამყარო გადავდგე. Eat bad days in breakfast. მოვიყვანე მზის ჩასვლაზე. მოვიყვანე ულამაზე მზის ჩასვლაზე. აქ თან ის იყო, მიქცევა იყო და წყალია, შეიძლება ყოველ წამს აიწიოს, მაგრამ მე არ მეშინია. მოვიყვანე ცოლი მზის ჩასვლაზე. აი ეგრე. You think you can stop me? I eat bad days in breakfast. ეგარი ნამება და დამცინა, გაიგედა? ინდორში საიდან მოგიტარო ყავა ახლა? შუა მინდორში.
გიშინია? მე იმის მაშინია უცებ ბევრი წყალი არ წამოვიდეს ხაგიდან და არ თვალგვიტანოს ქვები. ერთო რა დალოცვილი ადგილია რა. აი აქ კარვით და ანკესით. აუ აი მინიმუმ 4-5 დღე არ მომბეზრდებოდა, გეფიცებით. აქ როგორ უნდა მოგბეზრდეს ბიჭო. აი ამ გასაოცარი ლოკაციის ფონზე მადლობა მინდა ლაგის გადაუხადო. ჩემს მეგობრებს ვის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა ესეთი ადგილების მონახულება. მეგობრებო, თუ თქვენც ჩემნაირად მოგზაურობთ ან აპირებთ და გინდათ რომ გქონდეთ ინტერნეტი, გინდათ რომ გქონდეთ კავშირი, იაფად, ხარისხიანი, ლაგი არის იდეალური გამოსავალი. სულ რაღაც 12 ლარად საქართველოს ნებისმიერ პროვაიდერთან მთელი თვე ულიმიტო ზარები და SMS-ები, ხოლო რაც შეეხება ინტერნეტს, გინდა ერთდღიანი პაკეტი, გინდა ორდღიანი პაკეტი, გინდა სამდღიანი, გინდა ულიმიტო მნიშვნელობა არ აქვს. ლაგის ყველაფერი აქვს. აღწერაში ლინკი რა თქმა უნდა არის. მადლობა რომ ესეთ მაგარ ადგილებში მოგზაურობ. ულამაზესია, შოკი მაქვს. Raugulot agdevs es uggiscio nachet. Troverete sopra di voi e un membro dell'equipaggio arriverà in breve tempo. Grazie. Ჩემი უკვე დაახტკა. Είμαστε στην ευχάριστη θέση. დავწეული რამე რო იყოს. Πλέον μπορείτε να